Სათვის აი ესეთი ნანატრის სტუმარი მყავს, უფრო სწორედ სტუმრები, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდეთ. ეს არის ქართული beauty ბრენდი თამოსქინის დამფუძნებელი თამარ ვაშალომიძე, ულამაზესი და უმშვენიერესი და ასევე ჩვენი კორეელი სტუმარი, კომპანია ბიუნესის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ტერი და ესევე კომპანია ბიუნესის პარტნიორი გახდა თამო საქართველოში. მოდით ჯერ სტუმარს დაუსმევ პირველ კითხვას ტერი, გამარჯობათ. როგორ მოგწონთ საქართველო? 조지아라는 나라는 저한테 되게 საქართველო ჩემთვის 영화에서만 보고 ფილმში მქონდა მხოლოდ ნანახი. 생소한 나라여서 되게 궁금하고 신선한 ძალიან მაინტერესებდა ახალი ქვეყანა იყო ჩემთვის და ძალიან მინდოდა ჩამოსვლა ჩემთვის ცოტა რთული იყო. 되게 기대를 많이 했는데 ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა და პირადად რომ ნახე ჩემი ქვეყანა თითქოს ფილმში შემოვედია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამითო. რასაც შეამოვნოა. მეორე შეკითხვა რა თქმა უნდა დაგისვათ ანუ პროტეინები, რომელიც აი განსხვავებულია რა თქმა უნდა. განსხვავებული ხო? და საქართველოში არის პირველი ასეთი მოგაქვს ესეთი პროტეინი და იქნებ მოგვიყვეთ ცოტა რამ ამ პროდუქციის შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ ის, რამდენად უსაფრთხოა და როგორ უნდა დავლიოთ, ანუ აუცილებელია უნდა ვივარჯიშოთ თუ ისე ყოველდღიურ ესეთ რუტინაში შეგვიძლია ჩავრთოთ. 사람만 먹는 게 아니고 არ მხოლოდ ვარჯიშის დროს არა, ზოგადად ჯანმრთელობისთვის კარგი ცილას რადგან შეიცავს, რომც არ ვარჯიშობდეთ, შეგიძლიათ ჯანმრთელი კანისთვის საჭირო კვებითი დანამატია. 저희 브랜드가 현재까지 이렇게 나아가고 있는 상황입니다. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობისთვის რომ კარგი, ამიტომ ვაგრძელებთ ამ ბრენდით პოზიციონირებას. და აი როგორ უნდა მივიღოთ თქვათ დღეში აი რამოდენიმეჯერ შეგვიძლია თუ კვებას ჩაგვინაცვლებს თუ ერთხელ როგორ უნდა მივიღოთ ეს პროტეინი 네, 맞습니다. 식사 대용으로 먹을 수가 있고요. საჭმლის ნაცვლადაც შეგიძლიათ მიირთვათ. დღეში 2 მაქსიმუმ 3 ცალი შეგიძლიათ მიირთვათ. დიეტის დროს დილას საღამოს 2 ცალს მაინც მივირთმევ ხოლმე მე თვითონ. უი, რა საბობთ, ანუ დიეტის დროსაც გამოსაყენებელია. ეს დაბალკალორიულია. მე მაინტერესებს, რატომ გადაწყვეტეთ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და თამოსთან პარტნიორობა? რამ გადაგაწყვეტინათ? 조지아라는 저희가 지금 현재 저희 브랜드가 ჩვენი ბრენდი 11 ქვეყანაში არის გავრცელებული. ძალიან ახალია ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელია. საბედნიეროდ თამოს შევხვდე და თამოს ბრენდი რომ გავიცანი ეს ჩემთვის ძალიან კარგი იყო. თამოს მიერ შექმნილი ბრენდი დღემდე როგორც მოვიდა თავის ბრენდზე მუშაობით, ეს ყველა ამბავი ვიცოდი და ვიფიქრე რომ ეს ადამიანი ნამდვილად შეძლებდა ჩემი ბრენდის განვითარებას და გადავწყვიტე რომ მასთან მეთანამშრომლო. ვაიმე ძალიან სასიამოვნო და ნუ რა ვიცი ესეთი საოცარი. თან რა არის იცით ყველაზე კარგი რომ აბა თამორას და ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. 6 გემოა, 6-ვე განსხვავებული. მე მეგონა რატომღაც არ ვიცი, სანამ გავსინჯავდი, ანუ ისე ვიძახი, არ მინდა გამოვარჩიო რომელივე გემო. ტკბილი კარტოფილი არის ეს ერთი და მეგონა რაღაც არ მომეწონებოდა. რაღაც ტკბილი კარტოფილი არ მიყვარს ისე ზოგადად რომ მივირთმე, მაგრამ იმდენად გემრიელია და ისე ანაყრებს, თან დაბალი კალორიულობა აქვს, ვიტამინები აქვს და თამო ბოდიში რო გაწყვეტინებ, ამას წყალში შევხსნით თუ პირდაპირ მივირთმევთ? არა, ნახეთ როგორ არის და მას ხსნით. მე საჩუქრები მოგიტანეთ. კი, აუცილებლად დავტესტავ. თქვენ თვითონ გასინჯეთ. ძალიან კომფორტულია, ამას ხსნით. წყალი შეგიძლიათ, რძეც შეგიძლიათ და ასხათ მე შეანჩხრევთ 1 წუთის განმავლობაში. კარგი, ადვილად იხსნება, აქ აქვს სპეციალური მაყურებლებო საზომი წყლის, სადაც ძალიან ადვილია, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ და მიირთმევთ ჩვეულებრივად. უგემრიელესია, ვერ გამოუყოფა, რო ვთქვა რაღაც 6 გემოა, ხო? 6-ვე ძალიან განსხვავებული და გემრიელია და ადვილია მოსამზადებლად. რაღაც არ წყალს დაასხო, მე გადააგდებ ამას. თვითონ რა კარგია და მივიღებ ეს უგემრიელეს. ენერგიაზე ვართ, ცილა გვაქვს, ვიტამინებით ვართ, ჯანსაღია და ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ყოველ შემთხვევაში მე ამას რომ მივირთმევ, დილით მე ბრექოს არ მივირთმევ. შესაბამისად, ჩამინაცვლა ბიუნისმა პროტეინმა. კი და აღარც მშიერი. რა მაგარი. და აღარც ენერგიის გარეშე.
ძალიან მაგარია, Good choice. თამო, ეხა ეს პროტეინები რო შევაჯამოთ, ესე იგი შე როგორც თქვი, დღეში შეუძლია ერთი კვება შეგვიცვალოს. ტერიმ როგორც თქვა. კი, მე როგორც თქვა, მაპატიე და შენ თქვი რომ საუზმეს მიცვლისო. ანუ ერთი კვება, გვინდა საუზმე, გვინდა სადილე, გვინდა ვახშამი, შეგვიძლია შევანაცვლოთ. კი ბატონო, მე მაგალითად ამის დამსახურებით უკვე 2 თვეა, რაც მაქვს, რაც კორეაში პირველად ვიყავი და მაშინ გავიცანი ტერი. შემინაცვლა საუზმე და ენერგია მაქვს. ასევე საღამოთითაც თუ არ მინდა ხოლმე რომ მივირთვა ძიმეთ, ავიღებ რომელიმე პროტეინს და ძალიან მშვიდად ვარ. გავხსნი წყალში და კი, ძალიან კომფორტულია და ვიტამინებით არის გაჯერებული. ძალიან კარგი. ეხლა უნდა გადავიდე შენ მთავარ და ესე წარმატებულ თემაზე, ანუ თამოსქინზე. მინდა გითხრა რომ ჩემ და სამარცხვინოთ, მე არ ვიცოდი რომ ესეთი მრავალფეროვანი არჩევანი გქონდა და დღეს რო საიტზე შევედი, ჯერ არაჩვეულებრივი საიტი გაქვს. ნუ აი მართლა გავოცდი. მართლა ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი თვალში მომხვდა ამდენი მრავალფეროვანი, ჯერ რამდენიერი შრატი გაქვს. ეხლა პირველ რიგში მინდა გკითხო აი ეს 10 პეპტიდით შრატი, რომელიც მართლა ესეთი უნიკალურია და 10 პეპტიდს შეიცავს. კი, აი ეს არის სხვათა შორის, აი ამის დროს გავიცანი ტერი, როდესაც პირველად ჩამოვედი მე კორეაში. კორეაში წარმოვდება და კორეაში ვაწარმოებ ახალ ხას და ეს არის ახალი ინოვაციური, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორეაში აწარმოებენ ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტს. 10 პეპტიდი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი სახის კანისთვის. ეხლა სიბერეს აჩერებს, ნაოჭებისთვის, პიგმენტაციისთვის, არეგულირებს ხიმიანობას და ის ძალიან მაგარი პროდუქტია. არ მიყვარს ხოლმე ზოგადად მე ჩემ პროდუქტზე რაღაც ქებადიდება. მირჩევნია გავაცნო საზოგადოებას და თვითონ თქვენც, ოდესაც თქვენ თვითონ მოსინჯოთ. ასევე პროტეინებზეც. იცით რა არის? მე მიყვარს ძალიან ჩემი საქმე. ჩემი კომპანია მიყვარს ძალიან. და მე ასეთი ვარ, თუ რაღაც არის ძალიან კარგი ხარისხიანი და ასე შემდეგ და იმას ხელს მოუკიდებ, ის გახდება ჩემი. ასევე პროტეინებზე, რადგანაც გავხდი მე ტერის პარტნიორი საქართველოში, ისე შევიყვარებ და ისე გავზრდი, არა მარტო საქართველოში, თუ მომეცე მამის შანსი რომ რაღაც ევროპაში გავიტანო და სხვადასხვა ქალაქებში გავიტანო, როგორც მაგათა ჩემ ბრენდს. თუ არ და ხელს არ მოუკიდებ, რაღაც საშუალოს არ ვაკეთებ ხოლმე არასოდეს. თავარი არის ეს ყველაფერი მომხმარებლებმა მითხრან. არ მიყვარს ჩემ თავზე რაღაც ზედმეტი საუბარი. რა თქმა უნდა და რა მაინტერესებს თამ ამ შრატს როგორ მოვიხმართ დილასაღამოს აუცილებლად კი დილასაღამოს სამი-4 ჩავრთოთ კი ბატონო ძალიან მაგარია და კიდე აუცილებლად უნდა გკითხო ანუ შენს პროდუქციაში ვნახე ცხიმის დამწვავი და ანტიცელულიტური კრემი იმიტომ რომ ეგ ძალიან იშვიათია და ხა არ მგონია რომ ქართულ პროდუქციაში რომელიმეში იყოს ეს პროდუქტი და ძალიან მაინტერესებს და ფასიც ქონდა ისეთი ბიუჯეტური რო რა ვიცი. იცი ცდილობ ხოლმე ჩემი პროდუქტი წარმოდება საფრანგეთში ძირითადი და კორეაში ახალი ხაზი. ზოგადად ეს იმპორტი არ მიყვარს ხოლმე მასე საუბარი, მაგრამ იმდენად ვინც ვიცით ეს ბიზნესი იმდენად ზურიჩდება, მაინც ცდილობ ხოლმე რომ საქართველოში და ქართული მოხმარებლებისთვის როგორ ახერხებ, ხო, ესეთი ხარისხიანი პროდუქცია, ესეთი აი დაბალანსებული ცოტათი ბიუჯეტური იყოს და არ მქონდეს იმხელა მოგება და ყველა მოიხმაროს, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ემიგრანტები. სოფლიოში აი მაგალითად არა მარტო ბიუნის ცეცხლ ევროპიდანაც, ამერიკიდანაც ქართველები ხო ძალიან ბევრი ელოდებიან, როდის ჩაუშვებ რომ გავაგზავნოთ. და ჩემთვის მინდა რომ ყველას კონდეს ხარისხიანი კარგი პროდუქტი. მე მაქვს ჩემი რაღაც რითიც გამოირჩევა სხვა ბრენდებიდან, ეს არის არ შეიცავს ჰიპოალერგიულია, პარფიუმს არ შეიცავს, ვეგანურია, რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი და თვითონ სტრუქტურა განსხვავებული. ხო, რაც შეეხება ანტისაუტურ ცხიმისწულ კრემს, რა თქმა უნდა დავიწყოთ, რკვება არის ამ მნიშვნელოვანი. თუ არ გავაჩერებთ პირს, ხო, ცელულიტიც არ გაქრება. რა თქმა უნდა, ორივე ერთად იდეალურ შედეგს იძლევა. ხო არა. და კიდევ იყო, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, სტრიების საწინააღმდეგო. ეგ პროდუქტი იყო პირველად რო ჩაუშვი გაყიდვაში. ხო არა, რომელიც ორსული ქალბატონებისთვის, რა ვიცი, აი მართლა მისწრება და პირველია და ეგეც ესეთივე ეფექტურია, ესე კარგად მუშაობს. იცი, მე ვერ გეტყვით ვერაფერს ჩემ პროდუქტს. ეს იყო პირველი პროდუქტი. რითიც დავიწყე, მე ვიყავი მეორე ბავშვზე ორსულად, როცა ეს პროდუქტის წარმოებაზე მუშაობდით და როდესაც უკვე შედეგები მოხმარებლებმა გამოგვიგზავნეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება ერთი პროდუქტი იყიდოს ადამიანმა, მაგრამ მე აღარ მოეწონოს და ანუ ეს მოხმარებელზე არის 100-დან 100%
პროდუქტი როგორ გაიყიდება და როგორი კომპანია გექნება. ამ ეტაპზე ხო კიდევ მომხმარებლებს უნდა უთხრა, ბარემ რადგან შანსი მაქვს, იმის გარდა რომ ბიუნისზე გადავალ, იმის გარდა რომ ჩვენ 10 სტენდი გვაქვს საქართველოში, თამოსკენის და მილანში იხსნება მაღაზია პირველი სექტემბერში. მე რა მაგარია. მადლობა. რა თქმა უნდა, 10-ვე სტენდზე იქნება ბიუნისის პროტეინები, ასევე იქნება ვებსაიტზე, ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, ასევე გვექნება კიდევ იოგას ცენტრებში და ამას ეტაპობრივად კი ასევე სუპერმარკეტებში აუცილებლად და მე ვფიქრობ რომ მე მინდა ძალიან ვირუსული კამპანია მქონდეს ძალიან ისეთი რომ უცებ გაიცნონ საზოგადოება, იმიტომ რომ მიხარია, როდესაც ქართულ ხალხს თავაზობ ინოვაციურ, განსხვავებულ და რა თქმა უნდა ხარისხიან პროდუქტის. აი მე ძალიან მაგარი გოგო ხარ. მადლობა. საერთოდ ეგეც უნდა გკითხო, ისე ვერ გაგიშვებ. აი როგორ მიაღწია ამ ხელა წარმატება ჯერ. აი რა დროს წარმატება? აი მე რა დავიწყებ. და ეს როგორ გაგიჩნდა ზოგადად ეს იდეა და ესე როგორ განახორციელე ხან იმ ხელა საქმეს აკეთებ ხა ეს ხუმრობა ხო არ არის? მე მიყვარს მუშაობა. მე მიყვარს ძალიან მუშაობა და არ მიყვარს ზოგადად მე ვარ ადამიანი რომელიც არაფერზე პატარაზე არ ჩერდება და მიყვარს ყოველთვის განვითარება და წინსვლა და მე არ ვფიქრობ რომ მე რაღაცას მივაღწიე ხალხო ჯერ ყველაფერი ახლა ვიწყებ ჯერ პირველი საფეხურია წინ მაქვს ყველაფერი აი მე ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ და ეჭვიცარ მეპარება რომ რა ვიცი თამოსქინი მსოფლიოსაც დაიპყრობს არა მარტო საქართველოს. მადლობა და შეკითხვა მაქვს ჩვენ სტუმართან ტერისთან ძალიან მაინტერესებს როგორ გაუჩნდა ეს იდეა რომ ეწარმოებინა ეს უნიკალური პროტეინები. 제가 원래 운동선수였습니다. მე ჩვეულებრივ 스포츠მენი ვიყავი. 몸을 만드는 바디빌더였습니다. 보디빌더리 ვიყავი. 그래서 한평생 자기 관리를 했고 ერთის მხრივ ჩემი ეს ფიზიკურ აქტივობებს ვაკეთებდი. 그리고 한국에서 유명한 뭐 인플루언서, 셀럽, 배우, 아이돌 კორეაში ცნობილ ინფლუენსერებს 직접 티칭을 하는 일을 13년 동안 მსახიობებს, 아이돌ებს თვითონ ავარჯიშებდა. 그러면서 더욱더 건강하게 아름다워질 수 있는 방법이 ჯამრთელად რომ გალამაზებულიყვნენ, აი ეს იდეა მოვიდა. ანუ ეს ჯამრთელობა რო ყოფილიყო, ამ სილამაზის საფუძველი. ხო და ეხლა რასაც ვუყურებ ჩვენ სტუმარს კანიც ისეთი საოცარი აქვს და უბზინავს ალბათ პროტეინები კანზეც კარგად მოქმედებს. აბა ესეც რომ გვიპასუხოს. 피부의 비결은 타모스킨입니다. კანზე თამოსკინის პროდუქცია მაქვს. ესე იგი პროტეინი არაფერს დროშია თამოსკინი გაგვიკეთებს. რა თქმა უნდა შინაგანად მოდის, ჯამრთელობიდან მოდის, რა თქმა უნდა ყველაფერი და იქიდან გამომდინარე რომ ვიტამინებით არის გაჟღენთილი და ჩვენ ორგანიზმებს მოქმედებს, მინდა ხაზი გაუსვა და იცოდეს მაყურებელმა, რა თქმა უნდა ყველაფერი შინაგანად მოდის და ორივე ერთად იდეალურ შედეგს იძლევა. ერთ შეკითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. 궁금한 게 있는데 조지아에서 შეკითხვა მაქვს ერთია საქართველოში 사람들과 한국에 대해서 혹시 어떻게 კორეისა და კორეის შესახებ როგორ ფიქრობთ საქართველოშია? ისიც რა მე გეტყვით რომ ძალიან კარგად ვფიქრობთ, იმიტომ რომ კორეული პრეპარატები, მინდა გითხრათ, კოსმეტიკური პროდუქცია, ინექციები, ფილერები უკვე თითქმის გაუტოლდა ევროპულ დონეს და საერთოდ მე ძალიან მინდოდა ეგ თქვენთვისაც მეკითხა რომ როგორ არის რომ უფრო ბევრად ხელმისაწვდომი ფასები აქვს თქვენ პრეპარატებს ვიდრე ევროპულებს და მინდა გითხრათ რომ შედეგი ისევ ისეთი არ ჩამოუვარდება. თქვენ მიპასუხეთ ამაზე ტერი. 한국의 그 화장품의 제조 기술력은 პროდუქტები ეს კოსმეტიკა ძალიან დიდი ხანია ვითარდება დღემდე. 그러다 보니까 그 오랜 기술력이 오랫동안 쌓인 경험으로 인해서 지금 그 어디에도 변실 수 있는 그런 기술력과 그리고 생산 시설이 되었다 보니까 비용적인 부분도 굉장히 소비자 입장에서 잘 맞춰져 있을 수밖에 없게 되었습니다. იმდენად კარგად არის განვითარებული და იმდენად ძველი არის ეს ძველად დაიწყოს განვითარება ამ კოსმეტიკის დღემდე შეუძლიათ ეს ფასების ასე ვთქვათ რეგულირება პროდუქტებთან მიმართებაში. 제가 조제와에 와 보니까 너무 საქართველოში ჩამოვედი ძალიან კარგი ქვეყანა 느끼고 있는데요. აი შეგრძნება მაქვს რომ ძალიან კარგი ქვეყანაში ვარ და ამ 한국 사람들한테 조제라는 나라를 너무나도 알리고 싶습니다. ძალიან მინდა რომ ჩვენს ქვეყანაშიც გავიცნოთ ეს საქართველო. ხალხს გავაგებინა საქართველოს შესახებ. ერთ რაღაცას კიდევ ვიტყვი და მე მორჩები. მე ორჯერ ვარ კორეაში ნამყოფი, სეულში, ცოტა ხნით.
სამსახურის გამო, მაგრამ იმდანაც აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამერიკაშიც, ევროპაშიც. იმდანაც კარგი სტუმართმოყვარე ერია, ანუ როგორც ჩვენ გვაქვს რაღაც მასპინძლობა, რაღაც საყვარლები, კეთილები, კარგი საჭმელით, არ ვიცი, კიდე მიფრინავ ახლა ივნისის ბოლოს რაღაც შეხვედრები მაქვს, კი, ვიზა მაქვს და აი არ მადლობა მინდა გადაუხადო მასპინძლობისთვის კიდევ ერთხელ და დიდი პატივია, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა და მე როგორც მივიფრინე ემანათა სამხელა გზა ჩამოვიდა ჩვენს გამო ქართველებისთვის და მიხარია რომ მეგობრობთ კორეა და საქართველო და ვფიქრობ რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. ძალიან კარგი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ტერი რომ იყავი ჩვენი სტუმარი და ეხა მე ვიცი რომ იცის ნახვამდის ქართულად და ესე უნდა დაგვემშვიდობოს. ნახვამდის. ვაიმე. ბრავო. გამარჯობა. გამარჯობა. ბრავო. ნახვამდის. მიყვარხართ.